რას დავბედით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. ანკარაში თურქეთში დასრულდა ნატოს სამიტი. ეს სამიტი შეგვიძლია შევაფასოთ სამნაირად. ძალიან მოკლედ და ცოტა ვრცლად. ძალიან მოკლედ. სამიტი ფასდება ასე. სამიტი იყო ძალიან კარგი. მოკლედ, სამიტი ფასდება ასე. სამიტმა გადააჭარბა ყველა მოლოდინს, რომელიც მისგან ჰქონდათ. ცოტა უფრო ვრცლად, სამიტი შეგვიძლია შევაფასოთ ასე. სამიტმა დაგეგმა ძალიან ბევრი რამ, რაც ნატოს ძალიან გააძლიერებს. კერძოდ, დავიწყოთ თავიდან. თვეების განმავლობაში რუსები და ქართველი პროპაგანდისტები სულ ვარაუდობდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ზელენსკის ამ სამიტზე არ მიიწვევდნენ. ეს ჭორები ჯერ კიდევ წინა სამიტიდან მოდის, მაშინ თქვეს, რომ ტრამპს რაღაც არ ეხატება გულს მაინც და მაინც ვოლოდიმირ ზელენსკი და ალბათ არ მიიწვევნა. ზელენსკი არათუ მიიწვიეს ანკარის სამიტზე, არამედ ზელენსკი იყო მთავარი სტუმარი და მთავარი მონაწილე პირი და უკრაინა იყო განხილვის მთავარი საგანი. ტრამპიც იყო, ზელენსკიც იყო, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ და ტრამპმა ზელენსკის დაპირდა ისეთი რამ, რაც იქამდე აზრათაც არ გაუვლი არავის. ტრამპის დაპირებით უკრაინა მიიღებს ლიცენზიას პეტრიოტის სისტემის რაკეტების საწარმოებლად. უკრაინა და ევროპელი პარტნიორები. პეტრიოტის სისტემა იქნება უნიკალური იარაღი და საუკეთესო თავდაცვის საშუალება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკრაინისთვის და შემდეგ უკვე პოლონეთისთვისა და ბალტიის ქვეყნებისთვის, რომლებიც სავარაუდო ძალიან დიდი ალბათობით ძალიან მალე, უახლოესი 2-3 წლის ამბავია, ალბათ გახდებიან რუსეთის აგრესიის შემდეგი აგრესიის მსხვერპლი. ამიტომ პეტრიოტის სისტემის წარმოება, რაკეტების წარმოება სავარაუდოდ არა უკრაინაში, არამედ სავარაუდოდ პოლონეთში, რომელიმე აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაში, რომელიც ნატოში შედის, იქნება ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ზოგადად ევროპის და ზოგადად ნატოს თავდაცვისთვის. გარდა ამისა, ნატოს სამიტზე გახსოვთ ალბათ, რომ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა ჟურნალისტებისთან დასწრებით შედგა, როგორც ჩვევია ხოლმე ტრამპს და ტრამპს ჟურნალისტებმა კითხეს ძალიან საინტერესო რამ. როგორ აფასებთ უკრაინის დარტყმებს რუსეთზეო? მაგრამ პასუხი იყო აბსოლუტურად გამოუგნებელი და აბსოლუტურად გენიალური. პასუხი, რომელიც 1 წლის წინ იქნებოდა სრულიად განსხვავებული, რადიკალურად განსხვავებული. ტრამპმა უპასუხა, ეს არის ესკალაცია, მაგრამ ეს ესკალაცია სავარაუდოდ დააჩქარებს მშვიდობასო. ეს ნიშნავს ერთს. უკრაინას ხელში აქვს კარტი. უკრაინას აქვს კარტი, რომელსაც გახსოვთ თქვენ ზელენსკის თხოვდა პრეზიდენტი ტრამპი, უკრაინას აქვს არგუმენტები, რით ელაპარაკოს დასავლეთს და რით უპასუხოს რუსულ აგრესიასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, კერძოდ პრეზიდენტ ტრამპს, ძალიან კარგად ესმის, რომ ძლიერი უკრაინა, პასუხის გაცემის შესაძლებლობის მქონე უკრაინა ნიშნავს დაცულ ევროპას, ნიშნავს დაცულ ნატოს დაცულ აღმოსავლეთ ფლანგს და შესაბამისად განხორციელებულ ამერიკულ ინტერესებს ევროპაში. ეს არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ამ ადმინისტრაციისთვის და ზოგადად ევროპული და ნატოს თავდაცვისთვის. გაწმილდნენ ისინი, ვინც ელოდებოდნენ, რომ შეერთებული შტატები ამ სამიტზე დაიწყებდა ჩხუბს და ფეხების ბაკუნს და იტყოდა, რომ შეერთებული შტატები გადის ნატოდან. გაწმილდნენ ისინი, ვინც ამბობდა, რომ ამ სამიტზე შეერთებული შტატები დააყენებდა 5,000 თუ 10,000 ჯარისკაცს ევროპიდან გაყვანის საკითხს. არც ერთი, არც მეორე. არაფერი მსგავსი ტრამპს არ უხსენებია. პირიქით, ტრამპმა თქვა, რომ მას ძალიან უნდა შეერთებული შტატები დარჩეს ნატოში, უბრალოდ ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გაააქტიურონ საკუთარი მცდელობა, მეტი უნდა გადაიხადონ, მეტად უნდა მოინდომონ, რომ დაიცვან საკუთარი უსაფრთხოება. ამაში არაფერი ახალი არ არის, ტრამპი ამას იგივეს ითხოვდა თავის პირველ ვადაში და ამიტომ იყო ნაჩხუბარი და გადაკიდებული პრაქტიკულად ყველა ევროპელ ლიდერზე. დღეს ევროპა არის განსხვავებული, ევროპა ტრამპის მოთხოვნებს ხვდება სრულიად განსხვავებულად, ამიტომ იყო, რომ დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა და კანადამ უკანასკნელ 1 წელიწადში საკუთარი სამხედრო ხარჯები გაზარდეს 129 მილიარდი დოლარით. 129 მილიარდი დოლარით 1 წელიწადში. და ეს პირდაპირ ჩაიწერა ნატოს ანკარის სამიტის დეკლარაციაში. გარდა ამისა, უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს დრონების ერთობლივი წარმოების შეთანხმებას. ამ დრონების მოქმედების მანძილი იქნება 800 კილომეტრი და გასაგებია, რომ ეს არ იქნება მხოლოდ თავდაცვითი დრონები და 800 კილომეტრის რადიუსის დრონები არ სჭირდება მხოლოდ უკრაინის თავდაცვას. ეს იქნება დრონები, რომლებიც იმუშავებენ
იმოქმედებენ მტრის ზურგში, ღრმად მტრის ზურგში. და ამ დრონებს ერთობლივად აწარმოებენ უკრაინელები და გერმანელები. ამავე სამეზე ნატოს პარტნიორებმა აიღეს ვალდებულება, რომ $50 მილიარდ ერთ წელიწადში დაუმატებენ საკუთარ სამხედრო შესყიდვებს. $50 მილიარდი მეტი იარაღს იყიდიან ერთ წელიწადში 2027 წელს, ვიდრე ეს გააკეთეს 2026 წელს. ნატოს პარტნიორები უკრაინას 2026 წელს დაპირდნენ 70 მილიარდის დახმარებას მხოლოდ სამხედრო ხარჯებისთვის, მხოლოდ სამხედრო ხარჯებისთვის და არანაკლებ ამ თანხისა, ანუ 70 მილიარდი პლუს 2027 წელს. ეს არის პირობა, რომელიც ნატოს ხაზით მოდის. გარდა ამისა, მე გაგახსენებთ, რომ უზარმაზარი დახმარება, გაცილებით უფრო დიდი დახმარება ევროკავშირის ხაზით, მათ შორის ძირითადად იმავე პარტნიორებისგან და კიდევ უამრავი სხვა ხაზით. ეს ის, რასაც აუცილებლად დაპირებულად მიიღებს უკრაინა. სრულიად გაწმენდნენ რუსები და ქართველი რუსები, რომ ნატო შეიძლება თურმე არ განიხილავდეს საკუთარი აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვას, ან რომელიმე წევრის თავდაცვას მასზე რუსული აგრესიის შემთხვევაში. ნატომ ანკარის სამიტის დეკლარაციაში პირდაპირ ჩაწერა შავი თეთრზე პირველივე პუნქტში, პირველივე აბზაცში. ჩაწერა, რომ თავდასხმა ერთზე უდრის თავდასხმას ყველაზე. ავტომატურად. ახლა ყველაზე მტკივნეული თემა. ნატო და საქართველო. საქართველოს თემა ნატოს ამ სამიტზე განყიდული არ ყოფილა. თქვენ ყველას გახსოვთ წლები, ყველას თუ არ გახსოვთ, შეგიძლიათ შეამოწმოთ, გადაამოწმოთ ინტერნეტში. ნატოს დეკლარაციები 2008 წელს, 2009 წელს, 2010 წელს და შემდგომ წლებში როგორ ვითვლიდით, რამდენჯერ ახსენეს სიტყვა საქართველო. რამდენ აბზაცში ახსენეს, რა კონტექსტში ახსენეს, რა კონოტაციით, რა თემაზე. რამდენჯერ ახსენეს, რომ საქართველო გახდება აუცილებლად ნატოს წევრი, რამდენჯერ ახსენეს, რომ ეს პირობა ძალაშია, რამდენჯერ ახსენეს საქართველოს დემოკრატიული ცვლილებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერ ამას ვითვლიდით, იმიტომ რომ საუბარია ნატოზე, საუბარია უმაღლეს პოლიტიკურ პილოტაჟზე, საუბარია ყველაზე გავლენიან ქვეყნებზე, საუბარია ყველაზე გავლენიან სამხედრო ალიანსზე მსოფლიოს ისტორიაში, ამიტომ ყოველი მის სიტყვა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი, ჩვენთვის როგორც კანდიდატი ქვეყნისთვის. ახლა უბრალოდ მინდა გაკითხოთ თქვენ ყველას. ბოლოს როდის ახსენეს საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვა ნატო? როდის გახსოვთ? ნატო ეხსენებიოს კობახიძეს, პაპუაშვილს, მიხეილ ყელს, ბორის ბიძინა-ივანაშვილს, ან ნებისმიერს, ვისაც საქართველოს ხელისუფლება ჰქვია. როდის გახსოვთ მათგან სიტყვა ნატოს ხსენება? მხოლოდ წლების წინ. სამწუხაროდ. ამან სამწუხაროდ მოიტანა თავისი შედეგი. მოიტანა შედეგი, რომ საქართველოს უბრალოდ აღარც ახსენებენ ნატოს სამიტის დეკლარაციებში. საქართველო და ნატო როგორც თემები გაიყო. რუსეთმა ამას მიაღწია. ბორის ივანაშვილმა ამას მიაღწია. და სამწუხაროდ ეს შეგვიძლია ამ დეკლარაციის და ამ სამიტის შემდეგ ბორის ივანაშვილს მიულოცოთ. რაც დავდიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.